4 ოქტომბერი არის გამარჯვების, ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი და რომ ეშინიათ ამ თარიღის. უკვე ყველა კოჭებზე გეტყობათ, ბიჭებო, კოჭებზე. ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით. ვერც ციხის კარით ვერ დამემუქრები და მეცაც გეტყვით. არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას. იქით ვეპატიჟები ფოხანაშვილის, ჯეკას, მდინარაძეს, სვეტლანას და კობახიძეს იმაში, რა ქვია, ციხეში, იმიტომ რომ გაძარცვეს ქართველი ხალხი. ბიძინა, ხო გაქვს ერთი ადგილი. ხო გჯერა საკუთარი რუსული გუნდის. ხო და დაგველოდე, შევერკინოთ 4-ში. ოხანაშვილს, დინარაძეს, კობახიძეს თავისნაირი ქვეშაფსია და პროჭები გონია ყველა. ჩემს გვერდში თქვენნაირი შიშრები, მხდლები და პროჭები არ არიან. ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები. ბიძინა, შეხომ გიყვარს ესე პაპანია წესაუბარი, რაღაცა მოკრიმინალ, ვითომ რომ ბიჭურ. ხო მაგარი ბიჭი ხარ. ხო დააყენე შენი ისენი, რა ქვია, ახალი ჯელი, ისენი ქვეშაფსიები. მოდი აბა შევერკინოთ თუ მაგარი ხარ. ჩვენ ქართველი ხალხი და შენი რუსალკებით. მოდი აბა თუ ერთი ადგილი გვაქვს დაგველოდე. ბევრ დროს არ გთხოვთ. აი 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. 4 ოქტომბერს მივმართავ საზოგადოებას. უმნიშვნელოვანესია არავინ არ დარჩეს სახლში. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, შვიდად დავამარცხებ და გაუშვებთ ამ ხელისუფლებას.